ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის დელეგაციას ხვდება, შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები ესწრებიან უკრაინელი სტუმრები საქართველოში გატარებულ რეფორმებს ეცნობიან. ნატა მახულაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ნატა, დასრულდა თუ არა უკვე შეხვედრა? შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემები იყო ურთიერთთანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. როგორც ცნობილია, უკრაინის იუსტიციის მინისტრი დაინტერესდა იუსტიციის სახლების მშენებლობით. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში კიევში დაიწყოს იუსტიციის სახლის მშენებლობა. პრემიერ-მინისტრმა დაავალა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თია წოლუკიანს ჩავიდეს და ადგილზე გაეცნოს ვითარებას და არ არის გამორიცხული, რომ თია წოლუკიანი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად უახლოეს მომავალში გაემგზავროს კიევში. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ და უკრაინამ თავისი ევროპული არჩევანი უკვე გააკეთეს. ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებიც საქართველომ გაიარა იუსტიციის რეფორმის კუთხით და საჯარო მომსახურების მიმართულებით. გვესმის, რომ რადიკალური რეფორმების გარეშე ვერ ჩვენი სისტემა იქნება ეფექტური და მნიშვნელოვანია ქართული გამოცდილების გაზიარება. იუსტიციის სამინისტრო, რაც მე შემეხება, ყველა ძალისხმევას განახორციელებს იმისთვის, რომ ყველა ის რეფორმა, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მერე ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულა, გააკეთა საკუთარი მოქალაქეებისთვის და რომლებსაც ჩვენ უკვე 18 თვეა ვაგრძელებთ და ანვითარებთ, გაზიარება მოხდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ფარგლებში და არა სხვაგვარად. ამისათვის მე მივიღე პრემიერისგან დავალება, რომ უკრაინაშიც ჩავიდე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, იმისათვის, რომ აი ეს დიდი გამოწვევები, რომელიც დღეს ჩემს კოლეგას და ზოგადად უკრაინელ ხალხს აქვს, ჩვენ მათ ხელი შეუწყო. უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრი. ხვალ ისინი მიემგზავრებიან ბათუმის პორტში. როგორც ჩვენთან საუბარში უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა მათ აინტერესების გამოცდილება, რომელიც გააჩნია საქართველოს, რომელიც დააგროვა საქართველოს, ვინაიდან უახლოეს მომავალში უკრაინული მხარე ელოდება რუსეთისგან სანქციებს და სწორედ ენერგომატარებლებთან დაკავშირებით მათ აინტერესებს საქართველოს გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინას შორის ტვირთბრუნვის გაზრდა. ხვალ სამუშაო შეხვედრა გვექნება ბათუმის პორტში გადაზიდვების სამსახურის წარმომადგენლებთან. ასევე გვაინტერესებს საქართველოს პოლიტიკა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გაზპრომთან ვიმყოფებით სასამართლო დავებში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ არსებობს საფრთხე რუსეთის მხრიდან სანქციების დაწესების. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება საქართველოს. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ჩვენ ორ სამინისტროს შორის ყველა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივა. ასევე შეგვიძლია შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, სადაც მოხდება სამინისტროებს შორის ამ გამოცდილების გაზიარება. ამ დროისთვის უკრაინული დელეგაციის წევრები იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროში და კონკრეტულ დეტალებზე სწორედ იქ მიმდინარეობს საუბარი. ალბათ ეს ნატა მახულაძე იყო.